მოგესალმებით, ჩემო კარგო ადამიანებო. ხო, წინა ვარიანტებიდან ეს სიმბოლოები სუმრჩება, რატომღაც არ ვიცი, რატო. და მოდით დღეს გავაკეთოთ გაშლა ორ ვარიანტზე, იყოს კუ და იყოს ბაყაყი და მინდა ესეთი გაშლა გავაკეთო. ანუ რის გამო აი ხომ ყველას გვიფიქრია რომ აი რის გამო დავისაჯე, რის გამო მომეცამე ის, რის გამო ხდება ეს ჩემს ცხოვრებაში, აი რის გამო ხდება ის რაღაც, რასაც თქვენ ხშირად სვამთ კითხვას, რომ აი რის გამო. პირველი, მეორე ვარიანტი. და მოდით ამას გავაკეთებ. ის და რომ გამოვიყენო მირჩევია ეს დასტავი, ხო, კი ბატონო. დამჭირდა სხვა დასტასაც მოვიშველი. აბა ვნახოთ ეხა ვინ მიყურებთ, ვინ არის ჩემი მაყურებელი. უი, როგორი არეული ყოფილა ეს დასტა, ერთი წარმოგებრება დავაწყო. სანამ ამას დავაწყობ, უღრმესი მადლობა ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, ჩემს გამომწერებს განსაკუთრებული მადლობა, მადლობა სტუმრებსაც და კულისებიდან მაყურებლებსაც. ვინც ამ როლს ირჩევთ, არაა პრობლემა, ჩემო მეგობრებო და მადლობა, ხეს გადმოვარდა, კი ბატონო, გადმოვარდა და იყოს, ხო? ვინ ხართ და იეროფანტის არკანი ძალიან საინტერესო აქვს ამ დასტას. ადამიანი ძალიან საჭირო საზოგადოებისთვისაც და კონკრეტული ვიწრო წრეებისთვისაც. ბიზონი თქვენ იცით ლეგენდების თანახმად იყო მაცოცხლებელი ცხოველი, ხო? ანუ ერთ-ერთი ძირითადი საკვები იყო გარკვეული ამერიკული ტომების და ანუ მისი ასე ვთქვათ არ ყოფნა ან გადაშენება ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა საერთოდ მათ არსებობას, ხო? ბიზონი ასე ვთქვათ სხვადასხვა ლეგენდების მიხედვით სალოცავი კულტიც იყო, რაღაცა განსაკუთრებული სტატუსებიც ჰქონდა მინიჭებული მლოცველებისთვის და ნუ ახლა ამებზე დროს არ დავკარგავ, ხო? ძალიან ძლიერი, ძალიან საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, შესაძლოა რომ ვინმე სამღვდელო სამსახურიდანაც რაღაც მომენტი გქონდეთ გენეტიკურად, ან შესაძლოა იყოთ მასწავლებლები, ლექტორები, უბრალოდ ავტორიტეტული ადამიანები, რომლებსაც საკმაოდ დიდი ძალაუფლება გაქვთ. ან თანამდებობის პირი, ხო, პოლიტიკოსი, ისეთი. თასების დედოფლით ვინ ხართ და ძალიან ემოციური, ძალიან კეთილი, ძალიან დაბალანსებული, ცოტა მოჯადოქრო ტიპებით შესაძლოა იყოთ. ხო, ცოტა ისეთი ძალების მფლობელი ადამიანები, ძალიან დასაყრდენი და სანდო, ხო? ოღონდ, ნუ მეორე მაღალი არკანით ამოდიხართ, განდეგილის არკანით. ადამიანები, რომლებსაც რაღაც თავისი გარკვეული ანგარიშები გაქვთ სამყაროსთან, კოსმოსთან, თქვენი ენერგიების მიმოცვლა გაქვთ და ყველა სიტუაცია სათქვენო არ არის რა. აი ამ ორი არკანით გეტყვით, მეგობრებო, რომ შესაძლოა გარშემო მყოფები ცოტა უცნაურ ადამიანადაც აღგიქვავდნენ, მაგრამ ახლა მეტი სადარდებელი არ მოგცეთ ღმერთმა. და ვნახოთ ახლა. აბა რა ხდება ახლა? რა ენერგიებში ხართ ახლა? აი რა ამბავია თქვენს თავს? გასაგებია. აქ ემოციურ სფეროში გვიჭირს. აქ დიდი ჭექაქუხილი იყო ჩვენს ცხოვრებაში. ძალიან გაგვამწარეს, ძალიან გვატკინეს. და ამ ჩვენი პრობლემების თავი და თავი მამაკაცები თუ მიყურებთ თქვენ თავზე გადააკატავეთ. იყო ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, ცოტა თავგადასავლების მაძიებელი იყო, ცოტა
კი, ძალიან ქარიზმატული, ძალიან ნებიანი, ძალიან მომხიბვლელი, აი უზომოდ ისეთი ადამიანი, რომ ამაზე როგორ შეიძლება უარი თქვა საერთოდ ადამიანმაო, გნებავთ ქალმა, გნებავთ მამაკაცმა, თქვენ საპირისპიროს ქეზზე გადაათამაშეთ, მაგრამ უფრო თავით გადასავლების მოყვარული, უფრო აი ზურგჩანთა უკავია, ანუ ეს სტაბილურობას რომ არ ერთ ადგილს რომ არ და უკან რუქაა, ხო, სულ წად იმოდის თემა რომ არის და სულ რაღაც ახლის ძიება ეს მომენტი. მეორე კვერთხებიც აქვე გვაქვს, თან თუ ძველი რამე არ დაგჭირდა დავჭრით და გავანადგურებთ, ესეთი ენერგიების მატარებელი, რომელმაც ზუსტად ჩაგაგდოთ აი ამ თვარის ენერგიებში, ძალიან შიშში, ფოთში, რაღაც მელანქოლიაში და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ თქვენ გარშემო მყოფი ადამიანებიდან ვიღაც ძალიან დაგეხმარათ, რომ აი ამ სიტუაციიდან როგორღაც გამოგიკნოთ და შესაძლოა ახლაც გეხმარებათ. თქვენ ხვდებით, რომ რაღაცა ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, ცოტა ისეთი სინანულის განცდა გაქვთ თქვენს მიერ გახარჯულ ემოციებზე და რესურსებზე, თვლით, რომ ეს ამას არ იმსახურებდა ის ვიღაც ის ადამიანი და დღესდღეობით განდეგილის პოზიციაში ხართ. კარგით. აბა რატო დაგემართათ ეს მაშინ ეს ვნახოთ რის გამო და ის რა გაშლა თუ მე არკანი არ გადამიფრინდა სადმე ოღონდაც. აჰა, გერ თქვენს წინაშეა. კაი, აბა რის გამო დაგემართა მანახე. რის გამო და რის გამო და გეტყვით, მეგობრებო, რის გამოც დაგემართათ ეს ამბავი. მოდით ჯერ დავიწყოთ იქედან, რომ ნახეთ ძალიან აჩქარდით. ძალიან აი თვითმიზნად გქონდათ ქცეული ამ ადამიანთან ყოფნა, ამ ადამიანის გულის მოგება და მოკლედ ყველა ფერზე იყავით წამსვლელი, რომ ეს ადამიანი მოგეხელთებინათ და პრინციპში მოიხერხეთ კიდეც. მე ვერ ვიტყვი, რომ ვერ მოიხერხეთ, მაგრამ ურთიერთობა არ აღმოჩნდა ის, რაც თქვენ გჭირდებოდათ. თქვენ ფიქრობდით, რომ თქვენი ძალებით, თქვენი შინაგანი რესურსით, თქვენი აი ცოტა არასტანდარტულობით ამ ადამიანს მოათვინიერებდით და თქვენს ჭკუაზე მოიყვანდით. ანუ მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თქვენ გინდოდათ რომ ყოფილიყავით დომინანტი. ეს მომენტი თქვენს ურთიერთობაში იყო ჩემო კარგო ადამიანებო, იმპერატრიცას პოზიციით ამომდიხართ და თქვენ უნდა გემართათ ყველაფერი, თქვენ უნდა ყოფილიყავით ყველაფრის მართველი და მაქსიმალურ კონტროლზე გყოლოდათ ყველაფერი და ხშირად აგრესიულიც ნახეთ და რამის თეთრი ცხენი გაგლეჯვაზეა ხო თავის სადავეების, რომ ოღონდაც ამ პატრონს გამაცილა. სადღაც კონტროლი დაკარგეთ, ან ზედმეტი კონტროლის გამო ეს აგრესიულმა პასაჟებმა ძალიან ბევრი რაღაც გაგიფუჭათ. ეს ადამიანიც არ იყო მთლად ჩამოყალიბებული, მთლად დაღვინებული, მთლად ისეთი დავარცხნილი, არა. რაინდია მაინც, აქაც მოგზაურის როლით ამოდის, ხო? კვერთხების რაინდი და ნუ ამ ადამიანს რაღაც თავის თავგადასავლები სჭირდებოდა, რაღაცა პერიოდის შესაძლოა თქვენთან უბრალოდ შეისვენა. სწორად გამიგეთ. აიღო გარკვეული ტიპის ენერგიები, მათ შორის შესაძლოა ფინანსურათაც დაეხმარეთ. რაღაც გზა მიეცით ამ ადამიანს. თქვენ ცუდი პრინციპში არაფერი გაგიკეთებთ, უბრალოდ გადაამეტეთ თქვენს როლს, თქვენს საჭიროებებს, ასე ვთქვათ.
ბალანსი დაარღვიეთ. ნახეთ, აქ სამართლიანობის არკანი ცოტა განსხვავებულად არის წარმოდგენილი, მეგობრებო. ჯერ ერთი რომ ორივე, აი ერთი ფეხი ცოტა წინ აქვს გამოწეული გოგონას, ანუ და მეორე მჭრელი მხარე, ერთ მხარეს არის ხმლის და ბლაგვი მხარე მეორე მხარეს, ხო? ანუ მაინც სუბიექტური იყავით რაღაც სიტუაციაში და ამ ადამიანმა უბრალოდ აი ამ კონფლიქტურ ენერგიებს და ამ აიწონა მომენტებს ვეღარ გაუძლო და რაღაც ციკლების მიხედვით შეიძლება რაღაც ერთი ციკლი დამთავრდა და ეხლა ელოდებით კიდეც ან თქვენ ან ის რომ გამოიდარებს ისევ და ისევ გადაიკვეთება თქვენი გზები. ნუ ბედის პრობლემა ან უბრალოდ თვლიდით რომ ეს ბედის წერით იყო მოცემული და ეს ყველაფერი თქვენ უნდა გაგევლოთ. რაიმე სხვა მიზეზი იყო იმის რომ ჩემს მაყურებელს ურთიერთობა დაენგრა? აბა მანახე ტაროს ვკითხოთ. რაიმე სხვა სიღრმისეული მიზეზი იყო გარდა იმისა რომ ამ ჩემი მაყურებლის ენერგიებმა აი ისევ ის არკანი არ შეხედავთ შეხე ნახეთ რა ის სხვადასხვა ტერიტორიებიდან ვიღებ კარტებს და მაინც ის არკანები ოპ რაიო და აჰა ესე იგი აქ ახლა მივხვდი და ახლობით რა მომენტიც იყო ჩემო კარგო ადამიანებო აქ ამ ადამიანს იქ იმპერატრიცით ამოხედით აქ პენტაკლებით აქ სავარაუდოდ თქვენ ოჯახი გაქვთ წვილში ხართ პენტაკლების დედოფალი პენტაკლების მეფე და იქეთ იყო ფარული ადამიანი ფარული ადამიანი რომელსაც მობეზრდა ეს ყველაფერი და წავიდა თქვენგან იმიტომ რომ თქვენ რაღაცები ვერ დააბალანსეთ აქ ვერ დააბალანსეთ რაღაცები თემა მანახე აბა აქ რაღაც ახალი დაწყებული ურთიერთობა იყო და დროულადვე თავს უშველა ადამიანმა საჯაროა გაშლა და მეც არ ვიცი ახლა თქვენ რომელი მხარე ხართ და ვის მხარეს რას უყვები მაგრამ სათქვენო ინფორმაციას გაიტანთ მეგობრებო მე დარწმუნებული ვარ კაი უახლოესი ენერგიები მანახე აბა არა აქ აი ნუ აქ სამკუთხედი რომ არის გასაგებია ჩემო კარგო ადამიანებო და აქ არ გამოვიცხავ რომ აქ მაგიასაც აქვს ადგილი აქ ადგილი აქ აქვს ადგილი მეგობრებო ეს თქვენი პარტნიორი არ არის მთლად ჩამოყალიბებული დაღვინებული ადამიანი ვნებებს და ესეთ როგორ გითხრათ აი როგორ ენერგიებს აყოლილია იცით აი ამ წუთას რო გაჩნდა ემოცია და ის უნდა ხო აი ესეთი ენერგიები აქ სხვა შორის მინდა გითხრათ რომ ზემოქმედებაცაა გაკეთებული არ ვიცი თქვენი მხრიდან არ ვიცი სხვისი მხრიდან მაგრამ აქ მაგიურ მომენტებს ადგილი აქვს არა აქ დალაგებული არა აქ დალაგებული ურთიერთობა არ არის აქ ჯერ კიდე ტრანსფორმაციას გადიხართ ჯერ კიდე გამოსული არა ხართ იმ ტკივილებიდან მაგრამ რაც მთავარია მიზანი როლის შენარჩუნების მიღწეულია საქვეყნოდ აი ესეთ მდგომარეობაში ხართ და თქვენს რეალურ სიტუაციაში ანუ აი ესე ხართ არ ვიცი
ყოველ შემთხვევაში კარგი არაფერი მაჩვენა, რაც მაჩვენა და რა გითხრათ, მე გულწრფელად გითხრათ, ბევრი ვერაფერი გავარკვიე, რომელ მხარეს რას ვლაპარაკობდი, ოღონ მართლა. და თქვენ უფრო უნდა სწორად მიხვდეთ სავარაუდოდ. მადლობა პირველ ვარიანტს და ვნახოთ მეორე ვარიანტი. აბა ვინ მესტუმრა მეორე ვარიანტი ვინ არის? ძალიან დადებითი ადამიანი, შესაძლოა შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელი, შესაძლოა პრაქტიკოსიც იყოთ ჩემი კოლეგა, ძალიან ჭკვიანი, ძალიან შემდგარი, ძალიან გამგები, ძალიან ემპათიური, კარგი სამეგობრო, კარგი საურთიერთო, კარგი საპარტნიორი ადამიანი. ადამიანი, რომელიც ცოტა მიდრეკილია, მაინც რაღაც ისეთი ემოციური ფაქტორები ძალიან ისე დუხს და გადმოდუხს მასში და ცოტა მიდრეკილიც შესაძლოა დეპრესიულობისკენ იყოს და მე ვამბობ ხოლმე რომ დეპრესია ფანტასტიკურად განმარტა ერთ-ერთმა ცნობილმა მსახიობმა აი ახაც ვერ ვიხსენებ მის ახალს და გვარს ეს არის depressed ღრმა დასვენება ხო ხო და აქვე ვიტყოდი რომ შესაძლოა პრაქტიკოსი იყოთ არ გამოურიცხავ კოლეგა მიყურებდეთ ну თუ არა ფსიქოლოგიით, ფილოსოფიით დაინტერესებული ადამიანი შეიძლება პოლიტიკოლოგიც იყოს, შესაძლოა პოეტი იყოს, რაღაცა ის სფეროს წარმომადგენელი. ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად ხარ სიახლისთვის, სხვისთვის დახმარებისთვის, გიყვართ სხვებისთვის, საჩუქრების გაკეთება, სხვების გახარება, სხვების ზრუნვა და მოკლედ. და ვნახოთ აბა ახლა რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. საშინლად ამტკივდა თავი პირველი ვარიანტით ეს რა ენერგიები ტრიალებდა რა ხდება თქვენს ცხოვრებაში ორი მაღალი არკანი რა ხდება მე პირველი ვარიანტი მიყურებთ ახლა გავბრაზდები მართლა გულწრფელად თავი ამტკივდა ისეთ საშინელი ენერგიები წამოვიდა რა ხდება თქვენს ცხოვრებაში? დედა ვეღარ ამოვიდა, ორი არკანი ერთად. კარგით. რა ხდება თქვენს ცხოვრებაში მოგებება და დღესდღეობით გააცლა სამჯობინებს ყველაფრიდან, შორიდან ყურებას. რაღაცები დაინგრა, რაღაცები დაიმსხრა, დატკენი ხართ ძალიან იმედგაცრუებულიც პრაქტიკულად თქვენს თავს რომ აღარ ეკუთვნით ისეთ ენერგიებში ხართ არადა ხო არჩევანი გაქვთ ყველა შემთხვევაში მიუხედავად იმისა რომ თავზე მთელი galaktika გაქვთ და თქვენს ხელშია ყველაფერი მაინც მიჯნაზე ხართ და ვერ ხვდებით საით რა როგორ ჯობია გააკეთოთ ადამიანი რომელიც აბსოლუტურ ზენიტში იყო ემოციურადაც ფინანსურადაც ხო ყავდა სტაბილურობაში ყავდა საკუთარი ადამიანი ქონდა აბსოლუტური ყველა რესურსი დღეს რაღაცა ბედის ბორბლის ტრიალით რაღაცა ციკლის მომენტით აგერ ნგრევაშია გადასული და ძალიან ასე ვთქვათ დესტრუქციულ ფიქრებში და ენერგიებში რატო მოხდა აბა ეს ამბავი მანახე რა მოხდა რის გამო ვის გამო მაჩვენე აბა რის გამო მოხდა ვის გამო მოხდა რა ხდება მეგობრებო აქ თანხას უყურებდა თქვენსას ვინმე აქ ჩემო კარგო ადამიანებო დიდი ალბათობით ვიღაცას ძალიან სწორად მიზანმიმართულად ყავდით ნიშანში ამოღებული ვიღაცამ ზუსტად იცოდა რა სარგებელს იპოვიდა თქვენთან ურთიერთობით თქვენ ამას ბრმად მიენდეთ
აბსოლუტური გულწრფელი დამოკიდებულებით მაქსიმალურად გადაეშვით ამ ურთიერთობაში. ორიანი ხმლებით შესაძლოა შინაგანად გრძნობდით კიდეც რას მოიტანდა ეს ყველაფერი, მაგრამ საკუთარ თავსაც არ უმხელდით. იმდენად სხვანაირად გაჩვენებდნენ თავს, აი ზუსტად იცოდა როდის უნდა გადაედგა ნაბიჯი ვთქვათ, ხო? და თქვენ გაგიჩნდათ ძალიან დიდი არაჯანსაღი ლტოლვა და სწრაფვა ამ ადამიანის მიმართ. და ამ ადამიანმა ერთბედნიერ დღეს ეს მთელი თქვენი მონაპოვარი პირდაპირ მნიშვნელობით მოხვეწა და დაგტოვა ამ მდგომარეობაში. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ ფინანსურად გაზარალათ, ემოციურად თუ როგორ, მაგრამ ძალიან დიდი ზარალი რომ მოგაყენათ ეს ფაქტია. რის გამო აბა მანახეს თქვენ დაიმსახურეთ? მაჩვენი აბა რის გამო ეს დაიმსახურეთ თქვენ? რის გამო და იმის გამო რომ ენდეთ და სავარაუდოდ ოჯახზე გათვლაც გქონდათ ადამიანთან, რომელიც მზად არ იყო ამისთვის. რომელსაც თვითონაც ვერ გაირკვია საერთოდ რა უნდოდა, სად დაუღამდებოდა, იქ გაუთენდებოდა და ყოველთვის იხედებოდა იმ მხარეს, სადაც უკეთესი პირობები იყო, მატერიალურიც კი ბატონო. კი, ჩემო კარგო ადამიანებო, აქ თქვენ ფსევდო იმპერატორს ხედავთ, მოგლეჯილი ფესვებით, ხო? ანუ სად აი გეუბნებით რა, სად შესაძლოა ემიგრაციაშიც იყოს ახლა ეს ადამიანი, ან თქვენ იმყოფებოდეთ, მაგრამ უფრო მგონია რომ ეს ადამიანი იყო აი წადიმოდის ვარიანტში რა, ერთი მყარი ადგილი რომ არ ქონდა. და სხვათა შორის მინდა გითხრათ ჩემო კარგო ადამიანებო, რომ აქ სხვა ადამიანიც ეხმარებოდა ამას თქვენს განადგურებაში, არ ვიცი აქ რა მიზანი ქონდათ, მაგრამ აქ ამ ადამიანის უკან სხვა ადამიანი იდგა ხრუმი ქალით. ვინც რჩევადარიგებებს აძლევდა. არ აქვს უშუალო მამაკაცები, ქალები, სწორად თქვენს თავზე გადაიკი. ნახეთ რა, აი აქ აბსოლუტურად აი სწორად მიზანში ამოღებული ადამიანი იყავით, თქვენ უკეთესად იცით ახლა ვინც მისმენთ მიხვდებით. ხო, აი ნუ აქ აბსოლუტურად სხვა სურათი დაგიხატეს. სხვა შედეგების გათვლა გქონდათ თქვენ. აქ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც წაიღეს თქვენგან, არ ვიცი, ვიღაცისგან შესაძლოა ორსულობის შეწყვეტაზე იყო ეს ყველაფერი გაკეთებული, ვიღაცას პირდაპირ მნიშვნელობით ძალიან დიდი თანხები გახარჯიეს და ვიღაცამ შესაძლოა საერთოდ საცხოვრებელი სახლიც დაკარგეთ. აქ არ იყო ემოციური მომენტი. აბა კიდე მანახეთ აი ნახეთ, მეგობრებს გიხდით. აქ არ იყო მეგობრებო. აქ არ იყო ემოციური მომენტი, აქ იყო ნახეთ. აი აქ რომ იტყვიან აქ გამოგიჭირეს, აი ზუსტად მიაგნეს იმ თქვენ სუსტ წერტილს რა და მაპატიეთ ამ სიტყვას და გამოგიყენეს. აი ამ მდგომარეობაში დაგტოვეს. ეს კაი გავიგეთ, მაგრამ რის გამო, რისთვის დაიმსახურა ჩემო მაყურებელმა ეს მანახე? რის გამო დაისაჯა? ეს მაჩვენე ძალიან გთხოვ რა. რის გამო დაისაჯა და თავისით გადმოვარდა, ნახეთ. ნახეთ, თქვენ ან რაღაც ძალიან დიდ წარმატებას დაგპირდნენ, ან პოპულარობას დაგპირდნენ, ან გზას დაგპირდნენ, რომ აი რაღაცაში დაგეხმარებოდნენ. სხვათა შორის ამასთანაც რაღაცა მანძილის გადალახვას უსაფრთხოთ, კიდე მანახე რატო? ხო, აი თქვენ რაღაცა თქვენი მიზნის კონტურები დაგანახეს და თქვენს გადაწყვიტეთ, რომ ეს ჭექაქუხილი რომ ჩადგება, მე ჩემს ადგილს დავიკავებ და აი გადავარდა.
ცრუ, აბსოლუტურად ილუზიებში ჩაგაგდეს. აბსოლუტური ილუზიებში ჩაგაგდეს და რაღაცა გადაწყვეტილება თითქოს თლად თქვენებითაც არ იყო მიღებული. სუბიექტური იყო გადაწყვეტილება კი ბატონო მიღებული, ემოციური. თქვენ გამოგიყენეს, აი როგორც ბიზონი, ხო? აი თქვენ ძალიან საჭირო ადამიანი იყავით იმ მომენტში, თქვენი ენერგია და ეს გამოიყენეს. ზუსტად ეს გამოიყენეს, მეგობრებო. ეს გამოიყენეს. აი, როგორც ხიდი. თქვენი სიტუაცია ისე გაიდეს მაპატიეთ ფეხქვეშ და გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ ეს რამ გოგოს თუ ამბიჯს რატო დაემართა ეს გვაჩვენეთ თქვენ. ტარო ეს მითხარი გეხვეწები რის გამო? მოდი მაშინ პირდაპირ ლაკონურად ვიკითხავ, ხო? დაიმსახურა ამ ადამიანმა ეს ყველაფერი? დედა რა დღეში არქანი? ეს ორი არკანი გადამივარ და მეორე არცვის, აი ეს. ხო, დაიმსახურეთ იმ ნაწილში, რომ არ შეაფასეთ თქვენი თავის საკადრისად, არ დააფასეთ, მოდით ასე ვიტყოდით და ძალიან მარტივად ჩავარდით ჩასაფრებული არაკეთილის მოსურნის ხელში. ანუ ასე ვთქვათ, თქვენი დაუდევრობით. კიდევ რის გამო დაიმსახურა? რის გამო დაიმსახურა? ილუზიები გავიგეთ, ეს ყველაფერი გავიგეთ. რა მომდის მეგობრებო, იცით, რა საინტერესოა. თქვენ შემთხვევით მესამე პირი ხომ არ იყავით ურთიერთობაში და აი ამის გამო ხომ არ დაისაჯეთ ზედაპირული ურთიერთობების გამო. და აი იმის წილ რაღაცა ეს ენერგიები მომდის, თუმცა თქვენ კიდევ უფრო კარგად საჯაროა გაშლა და ძალიან რთულია, მაშინ ამას ძალიან სიღრმისეული გაშლა უნდა და მარტო ერთ ენერგიაზე მუშაობა, ისე რომ კაი, კიდე სამი არკანით მანახე ახლა ჩემი მაყურებლის. აი არ შორდება რა, აი არ შორდება ეს ჩასაფრებული ენერგია, არ შორდება მეგობრებო და აი არ შორდება. არა, თქვენი სიტუაცია გამოიყენეს. ხო, არ ვიცი, თქვენ უკეთესად გაერკვევით ალბათ. რომ მოусმენთ და თქვენს სიტუაციას გადაივლით და გადახედავთ. კარგით, მე ისხად ამრჩენია, წარმატებები გისურვოთ ყველა თქვენგანს. და რა ვიცი, დაგემშვიდობებით, დამიწერეთ კომენტარებში ვის რა გაინტერესებთ დროებით.